ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ რიწის საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. გარდა ამისა, გამოვლინდნენ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტის „მე აფხაზეთისთვის 2025 წლის გამარჯვებულები“. ნომინანტებს შორის იყვნენ პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე გურამ ოდიშარია და UFC-ს ჩემპიონი ილია თოფურია, რომლებიც გიორგი ჯინჭარაძემ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა. დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია კულტურა ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში. ამ ჟურნალს აქვს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, შესაბამისად ამ პროცესში აფხაზეთის მთავრობა აქტიურად დაუჭერს მხარს მის განვითარებას. პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ გულისხმობდა წარმატებული ახალგაზრდების წარმატებული მონაწილეების დაჯილდოებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის კულტურის განვითარებაში. შესაბამისად მე მინდა მიულოცო მათ უსურვო წარმატებები. დღეს შესანიშნავი დღე არის ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჟურნალ რიწა შეუსრულდა 50 წელი. ჟურნალ რიწას ჰქონდა ძალიან დიდი ფუნქცია, მხარში ამოდგებოდა მკითხველს და ეს მკითხველი ყოველგვარისად ქართული მოსახლეობა, რომ მისი ავტორები უნდა წარმოჩენილიყვნენ და ყველა ერთად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც უნდა მას დაეკეთებინა, მეტი ლიტერატურული ხიდი აიგო ქართველებსა და აფხაზებს შორის.